150 ადამიანამდე არის, ვინც ეს შეძლო, ის რომ ჯერ ახვიდე ვინსონზე, მწვერვალზე და შემდეგ ამ მწვერვალიდან ჩეხით გაეშურო სამხრეთ პოლუსზე. საიდან წამოვიდა ეს იდეა? არც ბიძინას, არც მე, არც გოცას მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს. კომპასიც კი არ მუშაობს სწორად. მე ხა წარმოგიდგენია მარტო სითეთ რე. აი არ ღამდება ჰალუცინაცია, იქმები გესმის, ჩემი ხელები ესაუბრებოდა ერთმანეთს მაგალითად. ვიღაცის შეიძლება მენს არ იყო ნორმალური. ეხლა მაინტერესებს როგორ ემზადებით. თისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში არის მთა. ძალა გეცლება, ვერ იძინებ, ვერ იღვიძებ, ცოტა თაბრუგე ხო, ცოტა წნევა გაქვს. ანუ მოტრიალები ხარაგერე როგორია? მაგის მეტი რა. უნდა იცოდე როდის უნდა მოტრიალდე. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო გამოცდილება. სად მიდიხარ არ გეშინია. ყველაზე მაგარი ალპინისტი არის ცოცხალი ალპინისტი. შე რომ ელოა გაგიხსნეს ხო ქურთუკის მოკვდები. ყველა მთა არის ბოლო ღამე. ანუ შენ შეიძლება 40 დღე იმზადებოდი ამ მწვერვალისთვის, მაგრამ თავარი არის ის შტურმის გასვლის ღამე. როგორც ოპერატორი, ან დადიხარ თან ჩემ დიდ ორჯერ მეტი რესურსი მჭირდება იმისთვის, რომ მე ჩემი როლი შევასრულო პროექტში. აი არ ვიცი როგორ ძალიან დიდი თემა არის ხა ცოტა. მოგესალმებით ჩერის სივრციდან მორიგი ეპიზოდით და რა თქმა უნდა სანამ თემაზე გადავალ აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი ძვირფასი და უძვირფასესი სპონსორი და ჩვენი ეპიზოდების წარმოდგენი ჩერის fit აპლიკაცია. ეს არის აპლიკაცია, რომელსაც გადმოწერთ და ფაქტიურად თქვენს მობილურში გეყოლებათ პერსონალური მწვრთნელი და რამოდენიმე პერსონალური მწვრთნელი, იმიტომ რომ ყავს მოწვეული ტრენერები და აბსოლუტურად ყველანაირ სავარჯიშო გემოვნებას დააკმაყოფილებს იმდენი სავარჯიშო პროგრამა არის შიგნით მოთავსებული. ამასთანავე გვაქვს სარეაბილიტაციო ვარჯიშები და გვაქვს კვების პროგრამები. ამიტომაც უნდა გადმოწეროთ აუცილებლად, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში ეს არის პირველი ესეთი სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ძალიან პრაქტიკულია და ძალიან ხელმისაწვდომი. მოგეხსენება ძალიან ბევრს არ აქვს იმის საშუალება რომ არათუ დარბაზში იაროს, არამედ დარბაზთან ერთად პერსონალური მწვრთნელიც აიყვანოს. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს თემაზე, რომელიც არის ძალიან საამაყო, იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით და საქართველოს სახელით პირველად ტარდება ესეთი ეწყობა უბრალოდ ესეთი ხანგრძლივი ექსპედიცია ანტარქტიდაში. ჩემი სტუმარი არის ნიკა ლებანიძე, რომელიც მოგვიყვება დეტალურად მათი გეგმის შესახებ, რა უნდა გააკეთონ იქ, როგორ უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ესეთი რამ, რასაც ესენი აპირებენ, სულ 150 ადამიანს აქვს გაკეთებული მთელ მსოფლიოში. ასევე მარშრუტი, რასაც ისინი შეასრულებენ, საკმაოდ ჰიბრიდული არის, მე მგონი ეს უკვე მართლა არავის არ გაუკეთებია და გადავიდეთ ეგრევე სტუმართან. რამოდენიმე თვეში როგორც ვიცი, მიდიხარ ისეთ ადგილას, სადაც აი არ ვიცი, -30-დან -50-მდე შეიძლება იყოს ტემპერატურა. წინ გაქვთ უშველებელი მთა ასასვლელი და ასევე ძალიან ბევრი კილომეტრი სათხილამურო. 120-მდე თუ 110 დაახლოებით რაღაც ბევრი კილომეტრი სათხილამურო. აი არ ვიცი როგორ გამარჯობა პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და რომ დაინტერესდით ამ თემით რა. აშკარად ნამეცადინები გაქვს, მაგრამ კარგად არ ხარ ნამეცადინები. აუ მაინც რაღაცა გამოვტოვე. და რაც შეეხება ჩვენ ექსპედიციას პირველ რიგში, რა ვიცი, ძალიან ისეთ საპასუხისმგებლო რეალურად მისია გვაკისრია გიორგი გოცირიძეს, ბიძინა გუჯაბიძეს და მე და არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ეს ეხება პირველ ქართულ ექსპედიციას, რომელიც უნდა წარიმართოს სამხრეთ პოლუსზე, რომელიც არის ფაქტიურად ძალიან ისეთი საინტერესო ექსტრემალური გამოუკვლეველი ბოლომდე და არის ესეთი თემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქედან ჩამოტანილი გამოცდილება, ცოდნა, პრაქტიკა უნდა გაუზიაროთ აქ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ახალთაობას და ამ ყველაფერს ჩემი როლი არის, რომ უნდა გადავიღო ეს ყველაფერი, ფილმი გავაკეთოთ, კომუნიკაცია გქონდეს სოციმედიაში და ყველამ გაიგოს თუ რას ვაკეთებთ. თან იქნება პირველი ქართული ექსპედიცია და ქართული დროშა აფრიალდება სამხრეთ პოლუსზე. კიდე მინდა ვთქვა ერთ-ერთი დეტალი, ის არის რომ ეს ჩვენი ექსპედიცია არის რაღაცა მიქსი, ყოფილან ქართველები პოლუსზეც, იმ მწვერვალზეც, რომელზეც უნდა ავიდეთ, ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი ვინსონი, მაგრამ ამის მიქსი ის რომ ჯერ ახვიდე ვინსონზე, მწვერვალზე და შემდეგ ამ მწვერვალიდან ჩეხით გაეშურო სამხრეთ პოლუსზე, ქართველებს არ გაუკეთებიათ, არა მარტო ქართველებს, 150 ადამიანამდე არის, ვინც ეს შეძლო რომ ვინსონი გაეკეთებინათ ეს მწვერვალი და შემდეგ წასულიყო პოლუსზე. და ეს იქნება საკმაოდ ისეთი
დიდი და ხმამაღალი სიტყვა მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაბწყინდება და რა თქმა უნდა. იცი რა მაინტერესებს ნიკა, აი რა საქართველოს ამით აი რას ვიღებთ ამით ქართველები? Იმიტომ მეცნიერების დარგში ძალიან მაგარი რაღაც არის, აი ძალიან სასწაული რაღაც არის, მაგრამ მინდა რომ კიდე კარგად რო ჩავშალოთ. აი როგორ იცი, მე მეცნიერი არ ვარ, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ვიდეოგრაფი და დავძიო ვიღებ რაღაცებს. გიორგი გოცირიძე არის გეოგრაფი, მეცნიერი და საკმაოდ ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანი და ბევრი საინტერესო პროექტი აქვს საქართველოში და ისეთი სასარგებლო, არა მარტო ამ სფეროს მცოდნეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ბიძინა გუჯაბიძე მოგეხსენოთ, ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელიც ევერესტზე ავიდა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და დღესაც 66 წლისაა მე მგონი თუ მეტის არა, ჩემზე კარგ ფორმაშია და ეხაც რომელიღაცა მწვერვალზე მგონი მყინვარწვერზე წევას თორებს უყურებდი. და მთლიანობაში არის ძალიან ისეთი ძალიან მასშტაბური. აი იცი რა კუთხით მაინტერესებდა. აი დავშოთ გავთ თქვენ შემდეგ გეგმაში პროექტებში, თუნდაც აი ის რაღაც, რასაც თქვენ დააგროვებთ გამოცდილებას, ან სკოლებში შევიდეს, ან თუნდაც რაღაცა კურსები გაკეთდეს mountain climber თასვლებისთვის. თასვლებისთვის ბიძინას აქვს ალპინიზმის სკოლა არის გიდების სკოლა, რომელიც რაღაცა უკვე საერთაშორისო დონის არის და ბიძინა მანდ მოღვაწეობს ეს თქვა და ახალგაზრდა თაობას ზრდის და რა თქმა უნდა ჩვენი ექსპერტიზის შემდეგ ეს ჩაშლა მოხდება ამ ინფორმაციის რასაც იქ ავიღებთ ვიზუალური იქნება ეს ხმოვანი თუ უბრალოდ ფიზიკური ეს რა თქმა უნდა ჩაიშლება სტუდენტებთანაც მოსწავლეებთანაც და უბრალოდ მოყვარულ ადამიანებთან ვისაც ეს აინტერესებს თან თემა ცოტა ისეთია კი პოპულისტური ნათქვამი ხარ რას უნდა ვთქვა მაგრამ ამ გლობალური დათბობის შედეგად რაც დღეს დედამიწაზე ხდება რეალურად ჩვენს გვეხება სამწუხაროდ ისეთი დრო დადგა რომ მართლა გვეხება უკვე ადრე თუ სადღაც ხდებოდა რაღაცები დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და იცვლება ყველაფერი და იქ მიღებული ცოდნა რომელიც ეს უკვე გოცას პრეროგატივა არის მე არ მაგ მიმართულებით იმდენი ცოდნა რა თქვა გოცას აქვს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენ რეალობაში იმიტომ რომ ყოველდღე გვიწევს რაღაცებთან შებრძოლება და უფრო გართულდება კიდე ეს ყველაფერი და როცა ცოდნა გვექნება ამ ყველაფერზე ის რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ გლობალურ დათბობას, ხო, მაგრამ შევძლებთ ცხოვრებას გლობალურ დათბობასთან ერთად. აი სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება და მგონია რომ ძალიან დიდ რესურსს და დიდ სარგებელს ჩამოუტანთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ერს იქედან. არა მარტო ის რომ კი ძალიან კაია მე წავედი ახლა სამხრეთ პოლუსზე და ავედი და ჩემ ეგოს დავაკმაყოფილებ რა თქმა უნდა მაგრამ სარგებელიც იქნება საზოგადოებისთვის ძალიან დიდი. იმაზე მეტი ვიდრე ჩემი ეგოს დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ნუ სამაყვამბავიც არის, მაგრამ აი ეგ მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მე იქ მართლა აღებული ცოდნა რეალურ პრაქტიკაში გადმოვიდეს და აქაც რაღაცნაირად მაქსიმალურად გააცნოთ ეს საზოგადოებას. სადგურები თქვა სიტუაციასაც გვექნება შეხება მეცნიერებთან და კონკრეტული ინფორმაციები თქვა როგორ მიდის რა ხდება და ასე შემდეგ. და ეს გონია ძალიან ისეთი ამბავია რა თან ამ ყველაფრის გადმოცემა ისეთი როგორ ვთქვა ადამიანურ ენაზე და ძალიან ესეთი კადრებით იქნება რაღაც ჩვენი ისქოს შემუშავებული ასე ვთქვა სტრატეგია როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოხტავ ადამიანებამდე მივიტანოთ რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს ვთქვა რა ხდება იქ მაგას ყველაფერს კარგად უნდა ჩავშალო გევრელ მაგრამ რაღაცნაირად ცოტა ხანი დავაპაუზოთ იმიტომ რომ მინდა რომ მეც გაგიცნო და მაყურებელმაც გაგიცნოს არ ვიცი გაქვს არა სხვა პოდკასტში იმიტომ რომ ეხლა ხანს უყურე מחარასთან და ამ იმაზე არ გისაუბრია დავშოთ შენი background აპირებდი და ხორის კლასზე ხორზე და შველს დავსდები არა ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო ძალიან მიხარია ძალიან მისიამოვნე მე პირადად მოვიკითხავ შორიდან ბიჭებს და იცი რა კითხავ ქონა ნიკა საიდან მოხვდი ვალერი როზოვთან ეს არის ბეის ჯამპერი და ნამეცადინე ხოდა რა წება შეიძლება მომეცი ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და ძალიან დიდი როლი და არა მარტო ის რომ რაღაც ვიღაც ტიპი იყო რაღაც სასწაულს აკეთებდა ბეის ჯამპერი მოდი ჯერ ავხსნათ რა არის ხო ეს არის აი ღამურის ფორმით მარტივად ვთქვა ღამურის ფორმით რომ ტიპები ხტუნავენ და დაფრინავენ რა სხვადასხვა ექსტრემალური ადგილებიდან ზოგი იქიდან ზოგი იქიდან ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამ თამსვლელთან რომელიც აკეთებდა ამას და ეს იყო პირველი ადამიანი ვინც დამიქცა ალპინიზმი და ვინგსუიტი ერთად იყო Red Bull-ის ათლეტი და მსოფლიო რეკორდსმენი რომელმაც ბოლო
2016-წელს ხო, სანამ გარდაიცვლებოდა, მსოფლიო რეკორდებს ამყარებდა და მქონდა ეს ბედნიერება, რომ ბოლო 12 წელი ამ ადამიანთან ერთად მეკეთებინა მეც, ანუ მე ვიყავი ამ პროექტის კამერამენი, ესე ვთქვათ. და როგორ მოხდა აი აქედან იქ რუსთავი ორიდან იქ ჩვენი ქართული Red Bull-ი, რომელიც ძალიან დიდი მადლიერი ვარ, თანამშრომლობდი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ვიღებდი, სრიალებდი და ვფრინავდი და ასე შემდეგ და ქონდათ ექსპედიცია საქართველოში, კერძოდ უშბიდან უნდა და გადმოხტომა. და ეძებდნენ კამერამენს, რომელიც თქვათ რაღაცა ამ ექსპედიციაში მიიღებდა მონაწილეობას. Რა თქმა უნდა, ჩემზე მაგარი მთამსვლელებიც არიან, ჩემზე მაგარი კამერამენებიც არიან, ოპერატორებიც, მაგრამ ეს მიქსი რო ერთად გამიმართლა და არ არის ბევრი ადამიანი, ვინც ეს შეძლო და შეუძლია და აქედან გამომდინარე მოხდი ამ ექსპედიციაში ძალიან ისეთი წარმატებით დასრულდა, წითელი კუთხიდან უშბიდან გადმოხდა ეს ადამიანი ამ თავის ფორმით და მან იყო ესეთი შემთხვევა, რაღაცა ღრმად სუნთქავდი რა, იმიტომ რომ უყურებდი ტიპი კედელზე დგას, ყველგან დევს ეს ვიდეო რა, სხვათა შორის რა, რომ უნდა გადახტეს და მე ამ დროს ბიძინა გუჯაბიძე მასწავლის რომ არ უნდა გადახტე ნიკოლოზ თიდან და პირიქით მთელი ცხოვრება იმას მასწავლა როგორ დავიცვა თავი რომ არ გადავარდე ამის საპირისპირო მხარე აღმოჩნდა ეს ადამიანი სხვა ფილოსოფიით პირიქით ეს მიდის რომ გადახტეს და ეს თუნდაც იმდენად ეფექტური იყო რომ Red Bull Media House-მა რომელიც აი თემ სოფლიოში ტრიალებდა ეს ვიდეო თავზე ეხლა ყველგან დევს რა ეს ჩემი თუნდაც ჩადეს დატოვეს და არის ძალიან ისეთი რა ეფექტური და ამის შემდეგ ეს რო წარმატებულად დამთავრდა და შემდეგ გავაგრძელეთ მეგობრობა თანამშრომლობა და თას ახასიათებს ესეთი რაღაცა თქვათ თუ გადაღებაზე მივდივარ სადღაც რაღაც პროექტზე და ვარ იმ ადამიანების ჯგუფთან ერთად ერთი თვე სხვანაირი ურთიერთობა გიჩნდება, მაგრამ თუ მთაში ხარ ესე, თუნდაც ერთი დღე, მე უკვე სხვა კომუნიკაცია და სხვა კავშირი გიყალიბდება და სწორედ ესეთი დაკავშირება ქონდა და ამ უშბის შემდეგ იყო ევერესტი, იყო ჩოიო, 8000-იანები იყო, ჰუასკარანი იყო, კილიმანჯარო. ჩოიო არის რეკორდი, რეკორდი იყო და შარშან წინ თუ შარშან მოხსნა ერთმა ბიჭმა, იმასაც ვიცნობ, სხვათა შორის მაგარი ბიჭია. და ეს ჩოიო ერთი 10 წელი იყო რეკორდი და საკმაოდ რთული, ძნელი შესასრულებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ აქ არის ერთი რო სამწვერვალზე მიდიხარ კლასიკური მარშრუტი და არის მეორე ამ სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე შეგჭირდება ვერტიკალური კედელი რომ ამ ადამიანმა შეძლოს გადახტომა. მე ამ ნახტომის შემდეგ არ ვიცი რამდენად საინტერესო 90 გრადუსიანი კლე უნდა იყოს, იმიტომ რომ ფიზიკის კანონი, ანუ სიმაღლეზე ჟანგბადი კლებულობს, იმის გარდა რომ ძნელია ყველაფერი ფიზიკაშიც, ანუ ამ ადამიანს სჭირდება ესე ვთქვათ ბალიში ჰაერის რო შეძლოს ამ ბალიშზე დაჯდომა და მე ფრენა. და ჟანგბადი რო არ არის ამ ბალიშის გაკეთება საკმაოდ რთულია და მთელი ამ სფეროს სირთულე ეს არის, რომ ვიღაცები მინდან ვერტფრენა ხტებიან და ჩვეულებრივად აფრინავენ და ძალიან სიგიჟეებს აკეთებენ, ასე 2 მეტრიან ხვრელებში ძურებიან, მაგრამ სიმაღლეზე რომ შენ უბრალოდ შეძლო დაივინგი, ანუ გაფრენა ძალიან რთულია ამ უჟანგბადობის გამო და ამიტომ საჭიროა იპოვო ისეთი გეოგრაფიული წერტილი, სადაც შენ შეძლებ ნახტომის გაკეთებას და ამ ნახტომის მერე კიდე გჭირდება ადგილი, რომ გაფრინდე და ამის პოვნა არ არის მარტივი, იმიტომ რომ კლასიკური მარშრუტები სადაც სწორალებზე ადიხართ, იქ ვერტიკალები ესე ყველგან არ ხვდება შესაბამისი და ეს ჩოიოს შემთხვევა იყო ეს მსოფლიო რეკორდი რაც არის, ერთ-ერთი ურთულეს ჩემ ცხოვრებაში, რომ მაგალითად შერპები ჩვენ გვეხმარებოდნენ ვარი გითხრეს, იმიტომ რომ ის მარშრუტი რაც უნდა გაგვიარა, არა კლასიკური იაპონელების მარშრუტია, საკმაოდ საშიში მდგომარეობაში იყო და ვერ გარისკეს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ამხელა დაფინანსებული პროექტი უნდა ჩაყრილიყო წყალში, ანუ ეს დრო, რესურსი, ანუ ძალიან დიდი თემა არის. შემდეგ სხვა შერპები მოუძებნეთ იმათმა ნახევარგზა გაიარეს. მე ამასობაში ჩვენ ისეთ კარგ ფორმაში შევედით, რომ შერპები სანამ მოვიდოდნენ, ჩვენ გავქონდა ეს ტოკები და ისინი უბრალოდ ბარგის ატანაში გვეხმარებოდნენ და საბოლოო ჯამში ძალიან რთულ რელიეფურ სიტუაციაში შევძელით ის რაც შევძელით და ეს ერთი 10 წელი ვერავინ ვერ მოხსნა რეკორდი და ცოტა ჩემი მეგონა რა მაგრამ არა ხოლმე რაღაცის მონაწილე ამ ყველაფერში არის ის რომ თქვა სიტყვაზე ეს ადამიანი რომ გადმოხტება ეს ერთ წუთში ქვევითა უკვე იმიტომ ნახტომი აქვს და მე პარაში აი ეხა ეგ უნდა მოკითხა და ვიწოდე 3 დღე მარტო სიარული ფეხით ხან და მარტო მიყვებოდი თუ ექსპედიციას არ იყო და რამოდენიმე ჩოიოს შემთხვევაში იმდენ რთული იყო
თემა რომ მე და იგი ვიყავით მარტო ორი ადამიანი ვიყავით. ანუ ხო, მწვერვალი მარტომ გავუკეთეთ, თუმცა შერპები გვეხოვნენ და სასიმაღლო ალპინიზმში არის ის რომ თქვა ბანაკებში არიან სხვა ადამიანები, ჯგუფები, იქ მარშრუტს ამზადებთ, თოკებს ჭიმო და მთელი პროცესი ეს არ არის რომ ყველას გონია რომ მწვერვალზე ახვალ იქ დროშას იქნებ, მაგარ ხედზე იყურები და ეხუტები შამპანიურ სოვდა, არ ხდება ეგრე. რამდენადაც ასვლა არის, ორი იმდენი ჩამოსვლა ამერე, იმიტომ რომ იღლები, გამოფიტული ხარ, ენერგია არ გაქვს. აი ესეთი ადამიანები, რომელსაც აი ესეთი ექსტრემის მოთხოვნილებები აქვთ ხოლმე. ანუ საერთოდ როგორი ტიპებია, ნორმალური ტიპები, ნორმალური იყო ეს ვალერი. იცი რა არის, აი ვიღაცის შეიძლება მეც არ იყო ნორმალური, მაგრამ ვიღაცის ანუ იცი რა არანაირი იცი რა სექტარი ეს ერთგვარი რა, ანუ მე ჩემ თავს არ ვთვლი ექსტრემალად, მაგრამ ალპინიზმი საერთოდ არ არის ექსტრემალური, მოდი აქედან დავიწყოთ პირველ რიგში. ალპინიზმი არა, მაგრამ აი ეს მიხსოვს საერთოდ თემა არის და ეგ არის სიგიჟე, მაგრამ ჩემთვის მე სხვებსაც ვიცნობ მაგ მიმართულებით და მეგობრობთ და ძალიან ისეთი ვარსკვლავები არიან, შეიძლება ორ დღეში ერთხელ ხვდებოდეთ კიდევაც ფიდზე ვიღაცები როგორ დაფრინავენ და მაგ ადამიანებზე მაქვს საუბარი. ესეთ კომუნიკაციაში არაფერი საერთოდ და ეს ადამიანი მაგალითად იყო როგორ ვთქვათ როგორც ბიძინარი ლეგენდა, ხო? ზუსტად ამ სფეროში იყო ესეთი ერთ-ერთი პიონერი, აი პირველი იყო ის ვთქვათ სნოუბორდით ისრიალა ჰაერში. ანუ ისე რა გადმოხტა და იქ თავის აეროდინამიკით რაღაცები გააკეთა. პირველი იყო ვინც ალპებში გადმოხტა აიმ ვინგსუ. აი ძალიან ბევრი თემა ქონდა პირველი და იყო მსოფლიო ჩემპიონი ბერგჯერ და ასაკოვანი იყო, არ იყო ახალგაზრდა ტიპი რა, ანუ 50 წლამდე იყო ამას რო აკეთებდა რა. ანუ დიდი გამოცდილების იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო არის ახალგაზრდული და ყოველი მესამე კვდება ქონია მე შემთხვევა შამონიში მაგალითად რაღაც ბრევანზე ჩვენ მეგობრებთან ერთად წავედით და ვიღაცა მითხრა, აბა წავედი მე ნიკელ გადახტა და ჩვენ თვალწინ თქვა გარდაიცვალა, გამოვიდო რაღაცას. ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს, როცა ესეთ რაღაცებს აკეთებ და მზად ხარ, ოღონდ ეს მზაობა არ არის რაღაცა შეგნებული, ეს არის თვით ქვეცნობიერში მომზადებული ამბავი, რომ აი სადაც რაღაც შეიძლება მოხდეს. ალპინიზმის შემთხვევაში პირიქით არის, ეს არის ერთ-ერთი სულ მაგას ვიძახი, რომ სად მიდიხარ არ გეშინია, რაღაცა ყველაზე მარტივი ლოგიკური ესეთი ცოტა ბავშვური კითხვა, რომ რავი, აქ უფრო საშიშია ქუჩაში გავიდე და მანქანა დამეჯახოს, ისეთ გიჟები ვიდაღავთ, ვიდრე, მაგრამ არის ფილოსოფია მიდგომა, რომ აი სპორტი არის ყველაზე ისეთი, რატო ხარ მაგარი ალპინისტი, ყველაზე მაგარი ალპინისტი არის ცოცხალი ალპინისტი, ესეთი გამოთქმა იყო ხოლმე ადრე რა. ანუ სულ ცდილობ როგორ გაიარო ის მონაკვეთი უსაფრთხოდ. და არა ის რომ რაღაც ჩაატარო. სიგიჟე ჩაიგინო. ხარ თავიდან ბოლომდე უსაფრთხოებაზე და იმაზე ფიქრით, რომ აი აქ საშიშია, მოდი აქედან მოუვაროთ. იქ უსაფრთხო არ არის უსაფრთხო, მოდი აი ესე გავაკეთოთ და ოღონდ ეს ყველაფერი ხდება მთლიანობაში უშბაზე რა. აი მარტივად რო ვთქვა. ჩვენს ექსპედიციაზე, რომელიც სამხრეთ პოლოზე იმართება და არ ძალიან ესე ვთქვათ, თვით კმაყოფილი რომ ამ ექსპედიციის წევრიც უნდა ვიყო და ჩემი დანახული უნდა დავანახო მთელ საზოგადოებას, ხო? ანუ აქ იმის გარდა რომ აი თასზე გახასიათებს ექსპედიციამდე უფრო მეტი სირთულეები გვაქვს, იგივე ვთქვათ, ფინანსებია მოსაძიებელი, გვერდში გჭირდება დგომა, ის თუ ვინ იქნება ჩვენ გვერდ მაგასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ყველასთან მეგობრობა არ გვინდოდეს, ხო? და ამის შემდეგ იწყება უკვე ეს უკვე ტექნიკური მხარე, თუ იქ რა სირთულე უნდა დაძლევო, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ჩვენი ექსპედიცია არ არის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ არც ბიძინას, არც მე არც გოცას მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს. თა შეიძლება ბიძინამ ანბანივით იცის და სხვებს ასწავლის, გოცამ გეოგრაფია და მთა იცის, მე მთა და გადაღება ვიცი, მაგრამ სამხრეთ პოლუსი საერთოდ განსხვავებული თემა არის თავიდან ბოლომდე, თავისი რელიეფით და მდგომარეობით, რომელიც არის სადღაც რა ქვევით რა. და რა მაინტერესებს, საიდან წამოვიდა ეს იდეა? ეს იდეა წამოვიდა ან ეს სამი რატო შეიკაი როგორ იპოვეთ ერთმანეთი? ეგ იდეა წამოვიდა გიორგი გოცერიძისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე თავისი იდეებით და შესრულებით, რაც თავარია და შემდეგ გოცამ შემუკრიბა, ჩვენ მეგობრებიც ვართ, მაგრამ ძალიან ისე რაციონალურად პირველი ვინ და ბიძინა, იმიტომ რომ ბიძინა არის ჩვენთვის ყოველთვის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვრო, ჯანმრთელობა როგორ უნდა შეინარჩუნო და ჯანსაღი ცხოვრების წესი როგორ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ბიძინა ჩემი მასწავლებელიც იყო ერთ პერიოდი და გოცასიც. და შესაბამისად ეს სამეული ესე კარგად დაალაგდა რა. დაალაგდა და დაიწყეთ მე ამაზე. რამდენი ხანია რაც ამ იდეას ამუშავებთ ის? ამ იდეას, რავი, ერთი დიდი ხანი არის, 1-2 თვე ალბათ.
ხო, ზუსტად არ ვიცი, ხო, სადღაც ეგ. ნუ, ხო, მაგრამ გოცას დარწმუნებული ეს იდეა დიდი ხანია ქონდა. და ალბათ მე უკვე როცა ჩათვალა საჭიროდ რომ გააჟღერებინა, გააჟღერა კიდევაც. ეხლა მაინტერესებს როგორ ემზადებით, აი ზუსტად ის ფიზიკური აქტივობა, ხო, ეხლა რა შეიძლება ფიზიკას. ჩვენ თაში მთის მოყვარულ ადამიანებს, ესე სხვის მაგივრად რთულია საუბარი, მაგრამ ჩემს გარშემო ჩემ მეგობრებიც ცოტა ეგოისტური სივრცე არა, ანუ აი პირველ რიგში მთაში მიდიხარ საკუთარი თავისთვის რა, გინდა არ გინდა რაც არ უნდა ვიღაცებმა რაღაცები ისაუბრონ, საკუთარ ეგოს იფხან რა, რომ აი ხა მე იცი რას ვიზაო, აი ამას ვიზაო და ამას რო შვები, მე ბევრად უფრო ესე ხარ დაფასებული საკუთარ თავთან და ამ შემთხვევაში არის ესეთი ამბავი, ერთად ჯერ არ ვემზადებით. აი ბიძინა და გოცა იყვნენ ერთად რაღაც თვაზე. ამ წუთას ბიძინა გუჯაბიძე მწვერვალზე არის სიტყვაზე გოცა თბილისში მაგრამ მომზადება მარტო მწვერვალზე ასვლას და იმის და პრაქტიკას გულისხმობს აი მე მაგალითად პრაქტიკოსი ვარ ყველაფერში პირადად და რაც კარგად გამომდის თეორიიდან გამომდინარე არ გამომდის აი გოცა სიტყვაზე აკადემიური განათლება აქვს თავის სფეროში და პრაქტიკასთან ერთად თეორიოტიკოსიც არის გოცა დასვა აქვს სიტყვიერად წაგიყვანს მწვერვალზე ჩამოგიყვანს ისე რომ არანაირი განსხვავება არ იქნება პრაქტიკასთან შედარებით. აი ბიძინაც ორივე აქვს თქვა პრაქტიკიდან გამომდინარე თეორიაც კარგად გადმოცემს და იცის და მიდგომაც იგივე აქვს და აი ჩემს შემთხვევაში მე უფრო პრაქტიკოსი ვარ და აი ის რომ სიტყვაზე სწორი ყვება ცოტა ისე უყურებ ხოლმე სუბიექტურად ვსაუბრობ ეს არ არის მართალი რასაც მე ვიძახი მე ვამბობ მე როგორ ხედავ აი მაგალითად ჩემ თავთან მაქვს ნათქვამი რომ სექტემბრიდან ნოემბერის ბოლოს ვაპირებ წასვლა სექტემბერი ოქტომბერი და ნოემბრის პირველ ნახევარი მექნება რაღაც ჩემებური მიდგომა მაქვს ჩემი გამოცდილებით ის რა მწვერვალების მაქვს ნაკეთები 7000-იანები 6000-იანები ამ Red Bull-ის პროექტები რომელიც სამწუხაროდ მწვერვალზე ვერ ავდიოდით იმიტომ რომ სპეციფიკა იყო ისეთი ჩოიოზიც მაყდა რაღაცა 3 საათის სავალი და მეტირებოდა იმიტომ რომ აქ ნახტომი იყო გასაკეთებელი და აქედან ხო და იქ ანუ სამსახური არის ჩემი და იქ ეხლა რო ადგეთ და წახვიდეთ იგივე არის რა ხო და ამიტომ ყველას თავისი მიდგომა აქვს რა ანუ ძალიან ძნელია ეხლა მე ვიღაცას რაღაცა ურჩიო ზოგადად იმიტომ რომ მე შემიძლია გირჩიოთ ჩემი თავიდან გამომდინარე და სუბიექტური არაფერი დავიწყოთ თქვა ფიზიკური მომზადება თბილისში ეს სირბილი არის ჩემთვის ყველაზე ისეთი და შემდეგ მადლობა ღმერთს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველაფერი ახლოს არის მყინვარწვერი ანუ მყინვარწვერი არის ყველასთვის ეხაც თუ დავიწყოთ ერთად ვარის მყინვარწვერზე დავიწყოთ ალბათ მეტეოსადგურზე ალბათ მწვერვალზე დავრჩებთ მწვერვალზე და ეს მთა მაძლევს იმის საშუალებას რომ ფიზიკურად მე სანამ დიდისთვის მომემზადები აქ კარგი აკლიმატიზირებული და ზედმეტი რაც არის თქვათ ეს შხამია თუ ზედმეტი წონა იქ დავცალო ანუ ესე იგი შეიძლება ეს გავაზოგადო და ვთქვა რომ თუ ვიღაცას მოუნდა რაღაცა მთის დალაშქრა ან მწვერვალის დალაშქრა რაღაცა მანამდე პატარა მთებზე დადიან მთისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში არის მთა აი მე მაგალითად მაქვს ესეთი პრობლემა აკლიმატიზაცია მაქვს ცუდი ანუ ეხა მე და თქვენ შენ გადავალ რომ წავიდეთ მყინვარწვერზე აი წაგიყვანო მყინვარწვერზე რა მეტეოზე რო ავალთ მე დამჭირდება ორჯერ მეტი ვიდრე შენ იმიტომ რომ მე უკვე ჩემი ორგანიზმი ვიცი იმიტომ რომ ყველგან ეგრე ვიყავი ყოველთვის რა ანუ რას გულისხმობ აი რა ფიზიკურად რა გემართება აი ფიზიკურად მაგალითად თავის ტკივილი კუჭის მოქმედება სხვანაირია ძალა გეცლება ვერ იძინებ ვერ იღვიძებ ცოტა თაბრუგე ხვევა ცოტა წნევა გაქვს გულისრევა გაქვს ანუ მოთენთილი ხარ ვერაფერს ვერ შვებ ძირითადი სასიმაღლო ალპინიზმში მაგალითად რაც ხდება იმის გამო რომ ანუ არის ბუნებრივი აი ხა საწალიმს აი რაც მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია 10 თამსვლელი გარდაიცვალა გაშებრუნზე ხა იქ ზვავი მოწყდა რა ყველა კაი ფორმაში იყო მაგრამ არის კიდე სუბიექტურები რომელიც არის შენ თავზე დამოკიდებული თუ შენ კარგი აკლიმატიზაცია გაქვს ეს იმას ნიშნავს რომ შენი რესურსი ორგანიზმის 100%-იანი გამოყენების საშუალებას გაძლევს თუ ცუდი აკლიმატიზაცია გაქვს რასაც თქვა აქ შეძლებ 90%-ით თაში შეძლებ 10%-ით ანუ ეგ იგივეა რომ აი მაგარი მანქანა მყავს და ჰაერის ფილტრი კიდევ ცუდი და იმ
მთელ ენერგიას ვერ ხარჯავს, იმიტომ რომ ჰაერს ვერ ატარებს და ვერ იწვევა თქვა ბენზინი. ზუსტად იგივე აქაც ჟანგბადის ნაკლებობა რო არის მთაში და წნევა. აი ყოლია მაგალითად ძალიან მაგარი სპორტსმენები სხვადასხვა სფეროსი რა, მორაგბეები, ფეხბურთი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ძალიან მაგარ ფორმაში არიან. იქ არ არიან მაგარ ფორმაში, იმიტომ რომ ის რესურსი რაც იმას აქვს, კუნთის მასა იქნება, ის კუნთის მასა წონა არის უკვე, შენი სატარებელია. ამ წონის ტარებას ჟანგბადი ჭირდება, რომელიც იქ ნაკლები არის. იმ ნაკლებობას შეჩევა ჭირდება და ეს აკლიმატიზაცია არის ზუსტად ის, რომ ორგანიზმი უნდა შეეჩვიოს იქაურ მდგომარეობას. ხო, ეს როგორც მე წავიკითხე, სხვა შორის ხომ მეთქო, რომ მაინც ქართველები ყველაფერი რაღაცნაირი კულტუროები ვარ, თქო რა, იმიტომ რომ რო ვიძიებდი ინფორმაციას, ინგლისელი მთასვლელი იყო, რომლის დღის წესრიგი, ერთი დღის წესრიგი როგორ გამოიყურება მთასვლელის, თქო რა. ანუ კვირაში მინიმუმ 4 დღე ეთმობათ გამძლეობაზე მუშაობას, ვარჯიშის კუთხით რა. შეხედე როგორ არის თუ ოფსი, ანუ თუ მთაზე არ არიან, ანუ ბარში როცა არიან, ისვენებ და მაინც ვარჯიშობს. ისვენებენ და მაინც ვარჯიშობენ, ხო. ნიჭი არის ეს რა, ულიშტეკი იყო ეგეთი ტიპი რა, ანუ აი დაფრინავდა რა, ანუ იმასთან სიტყვაზე მე რო დამაყენო და მე იგივე ვარჯიშები ვაკეთე, რომ ულიშტეკი ისნაირი გავხდე და იმან მომწეს დროი მაგისთვის, ანუ ლოგიკური დრო. მე ისეთ ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ის იყო რა, ანუ ერთადერთი სპორტია ჩემი აზრით, სადაც არის ინდივიდუალური რაღაცა შედეგის დადება რა. კი, გუნდურიც არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ბიძინა და გოცა ვწავად, გოცას მე რომ რამე მომივიდეს, გოცას მოსვლაც არის, ხო? ანუ პირიქით, ორმაგი პრობლემა ჩდება, მე უკან. და არა წინ. მაგრამ მე როცა კარგად ვარ, მე რო ფიზიკურად კარგად ვარ და კარგ ფორმაში ვარ, ნიშნავს რომ გოცაც კარგად არის და ბიძინაც. ანუ ერთმანეთზე არის ეს რაღაც ერთი მექანიზმი არის, რომელიც ცალკე არ გამოვა. თუმცა არის ახლა ინდივიდუალური ალპინიზმი, ძალიან მოდაშია სოლო ალპინიზმი. აი ყავდა არჩილ ბადრიაშვილი, რომ გარდაიცვალა სამწუხაროდ, აი რა ვიცი, ოსკაროსანი, ქართველი მეტი არ ყოლია არავინ ამ სფეროში რა, რომელიც თავის გუნდთან ერთად, ხო, ანუ ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე დღეს აგძელებენ იმას, რასაც არჩილი აკეთებდა, არიან ტოპები რა, ახალგაზრდა მაგარი ბიჭები. მანდაც კი ეს შეკრული გუნდი ინდივიდუალურობაზე იყო დამყარებული. ზუსტად ესე არის ამ სფეროშიც რა. ანუ მე თუ ინდივიდუალურად ვარ მაგარ ფორმაში, დანარჩენი გუნდის წევრებიც ანალოგიურად უნდა ფიქრობდნენ. და ამიტომ ძალიან ძნელია თქვა და ურჩიო სხვას, აი როგორ უნდა შევიდეს ფორმაში. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში რო საჭირო ეგ ყველა მიცით, მაგრამ მთისთვის ყველაზე კარგი ვარჯიში არის ისევ მთა. გამოცდილება. აი რამდენ ხანში ერთხელ უნდა, აი მე თქვენზე მაინტერესებს ახლა ყველაფერი სამივეზე, აი ამ ექსპედიციას გარშემო ვიტრიალოთ მაინც რა, აი ამ ექსპედიციის თუ ხომ საკმაოდ განსხვავებული გეოგრაფია არის და იქ და თუნთან ატმოსფერული წნევა სხვა არის, აბსოლუტურად სხვა რაღაცა. იყო ცულ სიტყვაზე რა, ანუ აქ ვერსად ვერი ვარჯიშები ისეთ. წარმოვიდგინეთ ყინულის უდაბნო, სადაც არის 3000 მეტრზე და არაფერი არა. არაფერი. საერთოდ არაფერი არ არის რა. კომპასიც კი არ მუშაობს სწორად. ხანდახან. ხო. ანუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ანუ აი აღმოჩენა რა ვიცი ჩემთვის პირადად ეს შეგრძნება მაქვს რაღაცა მთელი სირთულის სიამოვნება რა არის რაღაცაზე მიღწევა ხო ანუ აი თაში ამ წერვალზე რო ადიხარ პროცესი გაქვს თორე ხო ერთმანეთს რო დავსვა იმ წერვალზე ანუ არ არის კაიფი რა ესე ვიტყვით პროცესი არის ის და აი ეს არის პროცესი რა და აი ეს ჩვენი ვარჯიში ჯერ ერთი რო ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ყველა მაინც ვარჯიშობთ გვინდა გოცაც ბიზნეს და მეც რა გვინდა არ გვინდა გვიწევს ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ ერთადაც მოგვიწევს, იმიტომ რომ მე ნახე როგორ არის ესეთ სიტუაციაში დიდი ხანი რო ხარ ადამიანთან, აი მე მქონდა შემთხვევა ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცი ყველგან ვიძახხოლ მაგას, აი ხელთათმას რო იკეთებდა და ამ ხელთათმას ხმა რო ქონდა, აი რაღაცა, აი ცუდი ხმა იყო ჩემთვის და მაგიზიანებდა რა. ანუ ეს არ არის მარტო ფიზიკური გამოსვლა, ეს არის მენტალური. ფსიქოლოგიური, მენტალურიც კიდე სხვა არის. მენტალური რა, იცი რომ აი წორვალზე მიდიხარ და ეხა შენ წინააღმდეგობები გხვდება და ეძებ მიზეს რატომ უნდა მოტრიალდე. და ფსიქოლოგიური კიდე სხვა არის, როცა შენ და შენი მეწყვილე ადამიანურ კომუნიკაციაში ხარ რა. ანუ შეიძლება ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, აი რამდენჯერ მიჩხუბია ჩემ მეწყვილესთან არიცი იმაზე წორვალზე, თაში სადღაც თოგზე. ანუ აი
ეგეც კი ძალიან რთულია. აი შეიძლება რამ გაგაღიზიანოს, იცი ეხლა წყალი რო ავიღო, აი როგორ ვიღებ წყალს რა, რანაირ ფორმაში ვიღებ რა. და ხა იქ წარმოიდგინე 20 იქ როცა არავინ არ არის, ხო, აი ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ გვაქვს გამოცდილება. ანუ შეთამაშებული უნდა იყოს აუცილებლად ექსპედიცია ამიტომ წასვლის წინ ჩემ სუბიექტურად მე როგორ ვიყავი ხოლმე რომ რაღაც გუნდთან ერთად მიდოდი ის გუნდი უნდა შეთამაშდეს ერთმანეთთან რაც არ უნდა ახლობელი იყოს თუ გამოცდილება გაქვს გუნდურობის მაშინ სხვანაირად მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ აიცი რომ მე და ბიძინასაც გვულია მე და გოცასაც გვულია გოცას და ბიძინასაც უვლიათ ბიძინას და მეც გვულია და ერთიანად რომ აი ამ მიზნისთვის მემზადებით არ ყოფილა და ეხლა ნელ-ნელა ამ პროცესსაც დავიწყებთ რა ანუ აი კონკრეტულად მინდა მითხრა როგორ ფიქრობ რამდენჯერ დაგჭირდება მყინვარწოლზე ასლა რომ კარგად აი ბიჭებიც ბევრჯერ არიან ნამყოფი მე ვარ 115-ჯერ ნამყოფი სიტყვაზე წვერზე იმიტომ რომ ახლოს არის ეს წვერო და კაი სავარჯიშო მთა არის რა იმის გარდა რომ თქვა ჩვენ საქმიანობა უკავშირდება მთას ჩემთვისაც აი დიდ ექსპედიციაში იგივე Red Bull-ის ტიპთან ერთად რომ მივდიოდი მყინვარწვერზე მივდიოდი ღამე აკლიმატიზაცია ცუდი რა ხანმოქ უკვე რო ვიცი იმათ რომ დავწეოდით მიწევდა მწვერვალზე გათენება ღამის მიწევდა 4000 მეტრზე გათენება და უკვე იქ რო ჩავდიოდი უკვე ისეთ კარგ ფორმაში ვიყავი რომ მთელ ჩემ მაქსიმუმ რესურსს ხარჯავდი. შემეძლო დამეხარჯა და აქაც ალბათ მაგას დავიწყებთ რა უკვე. თან ის მომენტი არის აქ ნდობის ფაქტორი არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. სიტყვაზე გოცა და ბიძინა რო არ იყოს და იყოს სხვა ადამიანი რო ჩემ მეგობრებიც არიან, მაგრამ ვიღაცები არ აქვს X ადამიანი, იმის მიმართ მე ნდობა არ მექნება ისეთი როგორც ამათთან მაქვს, ხო? და დავიწყებ იმ ადამიანის ეს pushing-ს რო აი რაშობი ვარჯიშო ვიყავი წასული და ცოტა ეჭვის მომენტი მექნება რა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ეჭვი არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ბიძინამიცის მე რისი თავი მაქვს, გოცამიცის ბიძინას რისი თავი აქვს და მე ვიცი გოცას რისი თავი აქვს. და ეს მომენტი აღარ არის რა, აი იგივე მანქანაზე რომ რომელიღაცა საბურავი იყოს რაღაც მოშვებული რა. კარგად რომ მოუყვეთ, მაშინ road როგორ არის? road მარშრუტი, ხო, მარშრუტი. პირველი იწყებთ ვინსონი, მწვერვალი ვინსონი, შემდეგ უკვე ფეხით ვიწევს სიარული ამ პოლუსამდე, ხო და მთელი სირთულე ეს არის, იმიტომ რომ როგორც წესი მიდიხარ რაღაც მწვერვალზე, მოდიხარ რაღაც ბედნიერი. აქ ბედნიერები ვერ მოვდივარ, სანამ არ წავ სამხრეთ პოლუსზე. მე სამწუხაროდ ესე კონკრეტულ დეტალური აღწერა იმის დღეს სად ვიქნებით, ხვალ სად ვიქნებით ზეგ. არ მაგ და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მირჩენე იქ აღმოვაჩინო ხოლმე რაღაცები, ვიდრე თქვა წინასწარ დაგეგმო მწვერვალის მე ფეხით სასიარულო ყველაფერი ზეპირად თავიდან ბოლომდე. მაგალითად ის რომ მწვერვალზე ავედით და ჩამოვედით, მე არის იქ საბაზო ბანაკი, სადაც ჩვენ ჩერდებით. უნდა დაისვენოთ. მე არის ესეთი დასვენებას ვეძახით ჭალებს, თორე ანახე სამხრეთ პოლუსზე სამ უნდა დაისვენო ხოლმე ყინვაში. მე მეორე თემა რაც არის, რაც თქვა სიტყვაზე ჩვენს ექსპედიციას კიდევ უფრო რთულს ხდის, ის რომ აქ არის კიდე ფინანსური მხარე, რომელიც საკმაოდ ძვირიჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ 100-ჯერ მეტი შედეგი აქვს ამ ყველაფერს, ხო? ის რომ თქვა ვინსონზე წავედით რაღაც აღჭურულობით, რაღაც ტანსაცმლით, სამხრეთ პოლუსზე იგივეთი ვერ აგრძელებ. იქ უკვე სხვა არის ხი რომ თან მე მეორე მომენტი ხო მე როგორც ვიცი თუ იქაც გინდა მაგრამ იქ უკვე სპეციფიკა სხვა არის აქ თუ ადი ხარ ცოცაო თოკებით ხარ ინსტრუმენტებით ხარ იქ მაგალითად თხილამურზე სკიტურის მსგავს თხილამურები რომ დადგე და იარო რაღაცა X პერიოდი 120 თუ 110 კილომეტრი ეს შეიძლება 100 კილომეტრი ვიღაცას არაფრად არ მოიჩვენს მაგრამ რეალურად იმ სიმაღლეზე იმ პირობებში ძალიან დიდი არის და ძალიან რთული. იქ სხვა აღჭურვილობა გჭირდება უკვე, რომელიც რეალურად შე რომ ელოა გაგეხსნეს, ხო, ქურთუკის მისე მთას მიუბრუნდები, იმიტომ რომ გამოცდილება და პრაქტიკიდან რო ვისაუბრო. ეს რო გაგიფუჭდეს, მოკვდები. ხო, ანუ ამაზეა დამოკიდებული შენი სიცოცხლე. ის რო ხელთათმანი გამძვრეს მე ხელიდან მოგეყინება. ის მომყინება, ვეღარ ანუ ყველაფერი სიკვდილთან ანუ გინდა არ გინდა ისეთი პირობები გაქვს რომ თაში მარტო სიარულს არ აქვს თავარი ის რა ქვია პრიორიტეტი თაში ცხოვრება უნდა იცოდე უკაცრავ და საპირფარეშოში გასვლა იმხელა რესურსის ხარჯვა არის და იმხელა ცოდნის გამოყენება არის რომ ზუსტად როგორ უნდა გაფისები ხო პრობლემაა და თან უნდა ატაროთ
ხო, ეგ კიდე მეორე ცალკე თემა აქვს, აი ჩრდილოეთ პოლულზე ვიყავი მე თქვათ მაკინლესის წვერვალი ჩრდილოეთ პოლულზე ალიასკაზე, სადაც ზუსტად იგივე იყო, რომ მქონდა კონტეინერი, სადაც ტუალეტისთვის იყო განკუთვნილი და არსად არ შეგეძლო წაგიღო, თან უნდა გეტარებინა მარხილზე, უკან მქონდა ჩაბმული საკუთარი რაღაც კაკაშკები, რომ არ შეიძლება რაღაცები გააკეთო და ეს ისე დეტალებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამის გარეშე შეუძლებელია მიზანს მიაღწიო. ის წავიკითხე რომ ემზადებიან წინასწარ რამდენ ხანში ჩაიცმევენ ხელთათმანს და მოიხსნიან და რაღაცას გააკეთებენ. ჩვენ არ ვემზადებთ, მაგრამ ეხლა 20 წელი და 25 წელი და დანარჩენებს ეხლა იმხელა გამოცდილება აქვს. მაგრამ -30 ჭყობ ხარ. კი, კაც -30 ყინორწვერზეც ყოფილა, ზამთრის ასულები როცა არის თქვათ სიტყვაზე, საქართველოში არანაკლებია, მაგრამ აქ როგორ არის ყინოს თავისი ამბავი აქვს, რომ ჩვენთან თქვათ ნესტი მეტი არის და აქაური თქვათ -10 გრადუსი და სამხრეთ პოლუსის -10 ღმერთმა არ ქნას იქ -10-ზე ჩამოვიდეს ყველა დაგვერხევა ერთად, მაგრამ ხო რა ძალიან დათმება ესე იგი. არ არის ერთნაირი შეგრძნებაზე, იგივეა მაგალითად ყინორწვერზე რო ავდივარ და ზამთარში 25-30 გრადუსი ყინვა არის. შენ რო თბილისში 30 და 25 ყინვა კონდეს არის შეუძლებელი. აქ თბილისში რომ -1-ზე ჩამოდეს და -5-ზე ჩამოდის, ანუ ირევა სიტუაცია. გუდაურში რომ -5 ოკეია. ანუ განსხვავება, იგივე განსხვავება აქვს სიმაღლეს სიტყვაზე, ხო? ჰიმალაებში 3000 მეტრი არაფერი არ არის. პერუში რო ვიყავი ჰუასკარანზე 3000 მეტრზე ცხოვრობდი ლიმაში. ჩაოლებრივ. იმაში რა ქვია, პისკო თუ რა ქვია, მაგა დედაქალაქს. ანუ ტიბეტშიც იგივე არის რა, ანუ ტიბეტზე ამერი ახლა ვიღაც არ გავმეკიდო შეიძლება. ანუ ქალაქები არის ჩაოლებრივ, სოფლები არის, ბოლო სოფელი არის 4000 მეტრზე. ანუ ძალიან ისეთი სხვა დედამიწა ხომ რგვალი არ არის, სხვა ფორმა აქვს და კლიმატი სხვანაირია. ჩვენი 5000 მეტრი სხვა არის და ჰიმალაების 5000 მეტრი სხვა არის და აქედან გამომდინარე ჩვენ იმის ის არ გვაქვს დაძაბულობა თქვათ, რომ იქ ჩვენ რაღაცა ისე მივდივართ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება არ გქონა, პრაქტიკა გვაქვს. მაგრამ იქ რა თქმა უნდა სხვანაირი პრაქტიკა უკვე საჭირო რა. რამდენი კილოს ტარება უწევს დაახლოებით თითო ადამიანს? აი ამ შემთხვევაში სადაც ზუსტად ვერ გეტყვი, არ ვარ თეორეტიკოსი, მაგრამ სადაც 20 კილომდე ფიქრობ, რომ იქნება, იმიტომ რომ იქ შენი საკვები გაქვს, იქ შენი საპირფარეშო გაქვს სატარებელი, აღჭურვილობა გაქვს შენი სატარებელი, ანუ ეს ჩათვალე რომ აი ლოკოკინას პრინციპით ხარ რა, ანუ თან დაგაქვს ყველაფერი რა. და ანუ ეს წარმოვიდგინე 20 კილოს თრევა ამდენი ხნის განმავლობაში ხო, ნუ მარხილებით ვატარებთ, მაგრამ რა თქმა უნდა რთული იქნება. მაგრამ მარხილს კიდე თავის ცოდნა მე რო პირველად მარხილით ვარ, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ოდნავ დახრაზეც გვერდზე მიდიოდა, იქ თავის ტექნიკა უნდა, თავის გამოცდილება უნდა. მთაზე ასვლაზე მარხილები მუშაობს. თაზე არ მიგვაქვს მარხილი, იმიტომ ნახე როგორ არის, აი ალპინიზმისგან განსხვავებით, აქ ცოტა სხვა სიტუაცია გვაქვს, აქ ჩვენ რო ავიღებთ ყველაფერს, ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. მთაში მიგაკ ბაზაზე, ბანაკში მიგაკ და იმ ბანაკიდან იწავ მწვერვალის დამუშავებას. შენ ხო ერთ დღეში არ ადიხარ, იგივე სასიმაღლო ალპინიზმზე როგორ არის, მიდიხარ ბანაკში, პირველ ბანაკს ამზადებ, აგაკ იქ რაღაცები, მე ჩამოდიხარ ისევ. მე ეს ხო პროცესი, იმიტომ გინდა ერთი თვე იქასოს, თორე რა ვიცი, ევერესტზე ტიპებს 24 საათშიც გაუკეთებიათ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერი არ წაუღიათ, ანუ რატო ღირს თქვა ჰიმალაები ძვირი, ხო? ანუ ევერესტი გახდა ტურისტული მთა რეალურად. იმიტომ რომ ბანაკში მიდივარ, მე კარავიც ხვდება, საძილეც ხვდება, საჭმელი ხვდება, რთული მონაკვეთებია, თოკებია გაჭიმული. მე ჩემი მისია არის პირველი ბანაკიდან მეორემდე მივიდე და ასე, მაგრამ სპორტულ ალპინიზმში ამ ბანაკებს შენ თვითონ აკეთებ. შენ თვითონ მიგაკარავი, საჭმელი გაზი გჭირდება იქ, რომ საჭმელი გააკეთო, აღჭურვილობა გჭირდება იქ, რომ დააფიქსირო ეს თოკები და მე ბოლოს რჩება ერთი ღამე, სადაც უკვე მწვერვალზე ადიხარ. აი ევერესტის მაგალითზე, ან რომელიმე გინდა ყინორწვერი აქვს სულ ერთია, ყველა მთა არის ბოლო ღამე. ანუ შენ შეიძლება 40 დღე იმზადებოდი ამ მწვერვალისთვის, მაგრამ თავარი არის ის შტურმის გასვლის ღამე. 40 დღე ყველაფერი კარგად იყოს შეიძლება და ბოლო ღამეს ამინდი გაგიფუჭდეს და ეს ყველაფერი წყალს ჩაგიყაროს და მოსატრიალებელი გახდე. ძალიან დიდი პროცესია რა. თავის წესები აქვს, კი გამიგია, მაგრამ იმ არსა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები არის. წარმოიდგენ აქ რა რაღაცა მთას წარმოიდგენ
მე აი მე ვერ წარგდები ვიღაც წერაყინებ გიძ რომელსაც წერაქვებს ეძახიან ვიღაცა და ტიპი ადის და ავიდა იქ ბედნიერი იქნება დროშა და ჩამოვიდა უკან და ოკეი ყველაფერი და აქ მთელი პროცესია რა დანიკა ამდენ დღიან ექსპედიციაში ყოფილ ხარ 15 აი სადაც მართლა აი მე ხა წარმოგიდგენი აი მარტო სითეთრე აი არ ღამდება არასდროს თან ზაფხულში იქ სეზონი კაკრა ზუსტად ეხლა არის ზაფხულში არ ღამდება აი მე მაგალითად ალიასკაზე რო ვიყავი მაკინლიზე ჩემი პრობლემა იყო რომ სუმზე აი აღარ შემეძლო მოკლედ მასკა ერთია მაგრამ აი ბიოლოგიურად ძალიან ძნელია საათზე ვიყურებოდი რა რომ აი რომელი საათი არის ხა ძილის დროა თუ პირიქით რა და აქაც იგივე თემა არის რომ ანუ სეზონი ეგრეა იმიტომ რომ სუღამეში სიარული არ მგონია კაი ეხლა ზაფხულში მიდიხართ ეს სეზონი ეხლა უწევს რა და ექსპედიციებს რაც ეხება კი აი ხა 7000-იანი და ტიან-შანი პამერი რაღაც მე რა გამოცდილებებიც მაქვს აი ამდენ დღიანი ყოფილა ხო? კი აი თვე საშუალოდ არის თვე ნახევარიც ყოფილა რა და იქ რაღაცა მომენტები არის სადაც თქვა ექსპედიციებს ერთად გიწევთ სიარული ხა ერთ და იგივე გზაზე რომ მიდიხარ ხა ჩვენს გარდა შეიძლება სხვა ექსპედიციებიც იყოს და იქნება დარწმუნებული ვარ და ერთი მარშრუტი რო გაგასავლელი ვიღაცა შეგხვდება იქ რა თქმა უნდა. ნუ ეგ კიდე სახალისო, მაგრამ აი წარმომიდგენია მართლა აი ამდენი დღის განმავლობაში მარტო სამი კაცი რომედის უფრო მგონია რომ აი მენტალური წვრთნა უფრო უნდა იყოს. აი შეხედე აი ნახე როგორ ფსიქოლოგიური როგორც გინდა და ვიდრე ფიზიკური რა. ერთი ვყოფ ხოლმე რა სამ ნაწილად არის ფსიქოლოგიური, მენტალური და ფიზიკური და ფიზიკური პრობლემა არ არის, თუმცა ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ შეიძლება ისეთი აი აქ თუ მაგალითად თირკმელი მე მაწუხებს და არ ვიცი, იმიტომ რომ სიგნალს არ მაძლევს ორგანიზმი. 3000 მეტრზე რო ახვალ და რო გაცდები, იქ გამოჩნდება. მე ამ სიმაღლეზე ორგანიზმს თავის რესურსი აქვს, იწყებს წითლებს ანთებას, აი სასიმაღლო ალპინიზმი რატო არ რთული, რომ აი რაღაცა 5-6000 რო აცდები, ორგანიზმი ხო შოკში არის და ის შენი სუსტი წერტილები რაც არსებობს, ჩნდება. შეიძლება იქ შეგაწუხოს, მაგრამ ჩამოხვიდე და უკვე არაფერი. და ამიტომ არის ხოლმე სამწუხარო შემთხვევები რაც არის რაღაცა ჩაქცევა, რაღაცა თირკმელმა არ იმუშავა, ფილტვი შეუშვა, ანუ სხვანაირად მუშაობს უკვე ორგანიზმი, მთელი გამოცდილება და რესურსი მანდ მიდის. ფიზიკურ მდგომარეობამდე მიდის რა. მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა ფიზიკურობა ხო აი როგორც წეღავთ, რა ფიზიკურობა კიდე იმდენი და ჯანსაღი ადამიანის შემთხვევაში არაფერი არ არის, რამდენადაც აი მენტალური და ფსიქოლოგიური. აი შეხედე ხო აი მენტალობასთანაც როგორ აიცი, აი მე მქონია შემთხვევა დარწმუნება ყველა ადამიანს თაში დაზი და ყველა მთამსვლელს ზუსტად იგივე ექნებოდა. შეიძლება ზოგი არ აღიარებს თავის თავთან, ზოგი აღიარებს. მე ყველგან ვიძახი რომ აი მაგალითად მიზეზს რო ეძებ რომ მწვერვალიდან მობრუნდე. რატო შეიძლება მაგაზე? აი იმიტომ რომ აი არ შემიძლია რა მეძინება თავი მტკივა მიგულასლასე მიშტერებული ვარ იყურები რომ გარეთ მაგარი ამინდი გაქვს, კაი პირობები გაქვს, იდეაში კაი ფორმაში უნდა იყო, მაგრამ აკლიმატიზაცია მარუნცა მაგის საშუალებას ჩემ თავზე ვლაპარაკობ. იქეთ იყურები ვიღაცა გუნდი რომელიც შენს გვერდით მიდის ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობს. მე ის რო აი ესეთ ამჯერო მოტრიალდები, მე არის ძალიან ცუდი გრძნობა, როცა მე მქონია რომ ეს ცუდამში მოტრიალდი ჩამხვედი კაი ამინდი გაიცი და ნეტ არ მოტრიალებული ყავი რა. ანუ მოტრიალებული ხარ ეგრე რომ გიბრია. მაგის მეტი არის 100-ზე მეტი, 100-ზე მეტი მოტრიალებული რა არის. ის რაც პირიქით გაგიბიძგას არა, უეჭველი უნდა ის ჟილკას მოდი ვიტყვი ესე რომ აი რაღაცა, მაგრამ უყურე მან ხდება შემდეგი რომ ზუსტად ეგ არის პროფესიონალიზმი რომ მიახლოებით ანუ 100%-იან არავინ არა უნდა იცოდე როდის უნდა მოტრიალდე იმიტომ რომ შენ რო აქ ისე რა ხარ და იძახი რომ შენ თავთან რომ აი კაროჩი ვერა ვარ კარათმა ნუ გავკაჩავ იქ შეიძლება ისეთ პირობები და სიტუაცია აღმოგასწროს ის ენერგია და რესურსი რაც შენ საშუალებას მოგცემდა სადღაც რო იძახდი მოტრიალდებიო მოტრიალებული ყავი იქ მე ვეღარ მოტრიალდე და დამთავრდეს ცუდად ანუ აი მთელი პროცესი იგივეა რომ ელემენტი რო გაქვს ტელეფონზე და რო ზოგავ ხან Bluetooth გათიშავ ხან Wi-Fi-ს ხან ინტერნეტს რო აი გაგიკაჩოს ანუ იმის გარდა რომ შენ ზევით მიდიხარ მე ქვევითაც ხო ჩამოსასვლელი ხარ რომელიც ორჯერ მეტი ენერგია გჭირდება და შენ ნახევარი ენერგია დახარჯული რო გაქვს მესამე გზაზე ის ენერგია უკან ვეღარ ჩამოგიყვანს ხო და აი ამ გადაწყვეტილებებს მიიღება არის უკვე გამოცდილება აი სიტყვაზე ჩვენ გუნდში ყველაზე კაი გამოცდილება ბიზნეს გუჯაბიძეს აქვს ხო გოცასაც აქვს მეც მაგ და მეც ვთვლი რომ ჩვენ თავთან ვიცი
იცი სად უნდა მოვტილო და სად არა და გოცამაც ბიძინამ უფრო მეტი იცის. აი ის მომენტი რომ ბიძინა ჩვენთან ერთად არის რას ნიშნავს იცი რომ აი ადამიანს მეორეს უნდა გაიხსნა რა ამ ასაკში რომ ამ ხელა ავანტიურაზე მიდიხარ და ესეთ ფორმაში ხარ ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. არ აქვს მნიშვნელობა რა რელიგიის ხარ და სად ხარ, მაგრამ ესეთ ადამიანს რო უყურებ რომ აი ეს მაგალითს მე მაძლევს უკვე ოკეი ხარ რა და თან ეს გამოცდილებები საკმაოდ დიდია ჩვენს შორის და სამივეს რო შეიკრება უკვე ძალიან დიდი რესურსია ის მომენტი არცეც არ გვაქვს რომ ჩვენ ვერ ვიზავთ იგივე სპონსორებთან და იგივე ადამიანებთან ვინ ჩვენ გვერდით დგება და დადგება და დგას ხო მატერიალურად თუ ფინანსურად იმის მომენტი ის ვალდებულება ხო არსებობს ჩვენი ადამიანური რომ აი შევძლებ თუ აი მე მქონდა ეგეთ შემთხვევა ხანტენგრი ესე მწვერვალი ერთ-ერთმა კომპანიამ დამასპონსორა და პირველ ასვაზე ვერ ავედი და იმდენად ჩაჭერილი მქონდა ამ თემაზე რომ სპონსორთან მე პასუხისმგებელი ვიყავი 5900-ზე დავრჩი 3 ღამე არ ჩავედი ქვევით და ძალიან დიდი რისკი გავწიე ჩემ თავთან ეხა რომ იგივე მომივიდეს არ გავაკეთებ იმიტომ რომ მაშინ გამოცდილობაც იყო ცოტა მეტი ახლა რაღაცა ის იყო რომ დაველოდე იმ 3 დღეს ცუდამის და მე ისევ წავედი ახლიდან და მე ავედი რა მაგრამ დიდი შანსი იყო იმის რომ 5900-ზე 3 ღამე ცუდამიჩი რისკი მომსრულდა რაღაცა ჩაქცევა დამოთო და გულს ვერ გაეძლო დაღლილზე რაღაცა შეცდომა დამეშვა ჩემთვის რომ არ დამთავრებულიყო კარგად და ამ შემთხვევაში ჩვენი თავის იმედი გვაქვს ხო იმხელა აი ტანკში ვდივართ რა ძალიან კარგი არა ერთმანეთი ზურგი მე მგონი აი იქ ეგეთ მაშინ ეგეთ ადგილა სადაც აი მართლა მენტალური გამძლეობა გჭირდება რომ ნების ყოფით გადალახო აი ეს აი მხოლოდ უშველებელი თეთრი ხო სივრცე ხო ერთმანეთი ზურგი მართლა ძალიან ბევრი რა ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად ამ სიმაღლის გამო გაჭედილი ქონიათ რა ფსიქოლოგიურად ხო მე ეგეც გამიგია მე მქონია ეგეთ შემთხვევა სიმაღლეზე ეს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება twins და ხო ანუ მქონია რომ რაღაცა აგვი ყინორწვერზე მქონია მაგალითად თავიდან რო იწოვდი რაღაცა მსგავსი ისტორიები რომ რაღაც ჰალუცინაცია იქმები გესმის ჩემი ხელები ესაუბრებოდა ერთმანეთს მაგალითად ახო არა შენ რაღაც არა შენ ამ დროს რეალობა ის იყო რომ რაღაცა უნდა დამეჭირა ხელში და მე ვიღლებოდი და აქეთ გადამქონდა ანუ ნახევარსფეროები ებრძოდნენ ხარ ანუ გასული ხარ ანუ ოკეია იქ რა მაგრამ თემის ეგ არის რომ აი ამ ყველაფერს თავიდან აიცილო თაში რითი როგორ გამოცდილებით ის რომ აკლიმატიზაციაზე რო საუბრობდი ანუ მე უაკლიმატიზაციოთ რო წამოვა უეჭველი შერო ნაპრალს ჩავარდი ვერ დაგიჭერ მე შეიძლება ჩავარდი ნაპრალში და ვერ გამსაზღვრო სად სწორია გასვლა და სად არა ანუ გამოცდილება არის მთის ყველაზე კარგი მასწავლებელი რაც უფრო დიდი გამოცდილება გაქვს უფრო მეტი რესურსი გაქვს შენ შეასრულო შენი მისია ბოლომდე და სწორად რა. თორე ეს თეორიას კი სწავლობ მიწაზე რა თქმა უნდა, მაგრამ მე გამოცდილებაში რომ მოგაქვს თეორიის ბევრად უფრო მაგარია, მაგრამ თავარი მაინც პრაქტიკა არის რა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ისე და ყველა ორგანიზმი ხო რაღაც სხვანაირად ეპასუხება სხვადასხვა გარემოებებს და მდგომარეობებს და უჟანგბადობაზე ვინ როგორ გამოეპასუხება მართლა. კი, მაგასაც აი ჭირდება რა. თან მე როგორ ეს შენ ორგანიზმს გეძახის სწავლობ. და აი ერთხელ ესე მომივიდა ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ რომ მომივიდა, უკვე ვიცი რა სადმე ხა აი მერაბ ხაბაზე იყო ჩვენ ერთ-ერთი მეგობარი და აი ტოპ ქართველი მთამსვლელი და აი ტოპ ადამიანი სულ მეუბნებოდა რომ ესე რომ ერხეოდა სიმაღლეზე სულ ამბობდი აი მე სიმაღლეზე აღარ წავალ ტექნიკურ ალპინიზმს მივაწვევი რაღაცა ტექნიკური ალპინიზმი კიდე ცოტა სხვა მიმართულებაა რა კლდეზე ცოცვა და რაღაცები და მერაბ მეუბნებოდა რომ ნიკოლოზო ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელი არისო რა და მართალი არის რა, ანუ თუ სწორად უჯერებს საკუთარ ორგანიზმს და უსმენ, კარნახობს ყველაფერს რა. როგორც ბუნება კარნახობს, მაგალითად, რო გათხოვდება, იცი რომ მეორე დღეს არ უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ზვავი წამოვიდეს შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა. როგორც ოპერატორი, ახლა უკვე ყოფილხარ რამდენ ექსპედიციაში, ხო? მაგრამ აი რამდენი არის შენი სამუშაო საათი როგორც ოპერატორის? აი უყურე რაშია საქმე. აი თან გადიხარ, თან ჩემ დიდ ექსპედიციებში სადაც ყოფილვარ ამ Red Bull-თან ერთად დავდიოდი 12 წელი რა. როგორც ჩემი ოპერატორობის მიმართულება რა, თაში დავიწყე რომ ოპერატორობას დავიწყე. ორჯერ მეტი რესურსი მჭირდება იმისთვის რომ მე ჩემი როლი შევასრულო პროექტში. ამ პროექტზე მithumetes
იმის გარდა რომ ფიზიკური და მენტალური მზაობა მჭირდება, აქ მიწევს პროფესიული ჩართვა. კი, შეიძლება კარგი გამოცდილება მაქვს და დიდი გამოცდილება, მაგრამ ძალიან ძნელია ეს პასუხისმგებლობა ცოტა მეტი მაქვს ვიდრე სხვა წევრებს გუნდის, იმიტომ რომ უნდა გადაიღო, საიდან გადაიღო, რა კურსი, კუთხე, მე ამ ყველაფერს ტექნიკურად ძალიან რთული შესასრულებელია, იმიტომ რომ ცივა, იგი დიდი ხელთათმანი გაქვს, კამერის პრომკა სხვანაირია, რასაც უნდა დააჭირო ღილაკი, იქ ფოკუსი უნდა გასწორება დიაფრაგმაში, ანუ მილიონი ისეთი დეტალი, რომელიც შეიძლება მაყურებს ახლა კონკრეტულად საინტერესო არ იყოს, მაგრამ მთავარი რაც არის ენერგიის წყარო მაგალითად, ანუ რამდენი ელემენტი უნდა წაიღო. ბატარეა ძალიან მალე ჯდება ხო სიცივეს. მალე ჯდება სიმაღლეზე, სიცივეში, მე უნდა იცოდე როგორ შეინახო, მე უნდა იცოდე კარავში კამერას რო ინახავ, ზედმეტი სითბოც არ შეიძლება იქ მე კონდენსატს იკეთებს მატრიცა, ის კონდენსატი იყინება, გაიყინა მოკვდა კამერა, იქ სათადარიგო კამერა, ანუ ძალიან დიდი თემა არის ხა ცოტა. აი რაღაცა მგონია რომ აი ამ სამ ადამიანში მარტო შენ გიწევს თან სიარული და თან რაღაცის კეთება. აი ხა როგორ არის ბიზნეს აი გამოცდილება გადაღების გოცას კარგი ნიჭი აქვს და გამოცდილებაც არის, რა თქმა უნდა პროფესია არ არის და მინდა არ მინდა მე მიწევს ამ ყველაფრის ჩემ თავზე აღემ, რომ ჩემი როლი ეს არის, თორე სხვა იქნებოდა ჩემ ადგილას, ჩემზე მაგარი მთავსვლელი რა, რომელიც ძალიან ბევრი ყავს საბედნიეროდ საქართველოში. მაგრამ ბიზნესის გადაღება, გოცამაცის გადაღება, ჩვენ შიდა გუნდში განაწილებული გვაქვს რა როლი გვექნება. ამ ყველაფერს ექნება კომუნიკაციაში რაღაცა რეალიტი შოუსავთ, ანუ მე შეიძლება ბიძოს ვეჩხუბო იქ რაღაცაზე, დავსდე საღამოს და კამერაში მოვყვე. ბიზნეს შეიძლება უკმაყოფილო იყოს გოცათი რაღაცით რა, გოცამ იმაზე რა ქვია, ისე კი არ წავიდა, ისე, ანუ ძალიან როგორ თქვა, ესეთ სიტუაციაში ჩადიხარ ძალიან მარტივ მამრავლებად, ანუ პირველ ყოფილ ინსტინქტზე ჩამოდიხარ და აი ძალიან ადამიანურ რაღაცებზე ჩამოდიხარ და ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი, მე ასე სავარძელში რო ზიხარ და შორიდან უყურებ მე ბიზო და გოცა როგორ ჭორავთ ერთმანეთზე კამერასთან და როგორ უყურებ ჩვენს გვერდზე ვიღაცები რა. ანუ ეს ცუდი ვერსია, კაი ვერსიით როგორ ვაქებთ სიტყვაზე, მაგრამ მთლიანობაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემ მხარეს ამ ყველაფრის გადმოცემა, იმიტომ რომ წარმოიდგინე შეიძლება კამერა უბრალოდ გაფუჭდეს. ხო. და მორჩა. და იქ ვერაფერს ვერ იზავ, იქ რა. ვერაფერს ვერ შვები, ვერც გააკეთებ. შეიძლება ელემენტი მე ჩემი მხრიდან 100%-იანი მქონდეს ყველაფერი, მაგრამ იქ ამ პირობებში რაღაცა ტექნიკა არის. გაჭედოს. მიკროფონი უბრალოდ არ იმუშაოს, ხო? და ამ შემთხვევაში გჭირდება შენ სათადარიგო რაღაცების მომარაგება. იმ სათადარიგოსაც მოვლა ჭირდება, გაფრთხილება ჭირდება და ორჯერ მეტი გზა უნდა ვიარო, იმიტომ რომ თქვა გოცა და ბიძინა რომ რაღაც მიგაზაობს და მიდის, მე შეიძლება აქეთ წავიდე, იმიტომ რომ იქიდან კაი კადრი მქონდეს, იმიტომ რომ თქვენამდე უნდა მოვიტანო ეს ყველაფერი, ხო? და ისე ტვირთი მაინც თანაბრად ნაწილდება, ხო? იმიტომ რომ შენ ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს. ჩემი რაღაცები საფრთხე მაქვს, მაგრამ საერთოდ ტვირთი თანაბრად ნაწილდება. და დანარჩენი უხეთ ჩემზე, თან გამოცდილება პროდაქშენის ძალიან დიდი გვაქვს ჩვენი რაც გვაქვს გორილა პროდაქშენი, ისე ვართ ამაზე ვართ ორიენტირებულები და ჩემი თავის იმედი მაქვს ამ შემთხვევაში და ჩვენი ტექნიკის იმედიც მაქვს, რომ იმუშავებს, იმიტომ რომ რა ვიცი, აქ რა გამოცდილება ამ მიმართულებით რა. ხო, ძალიან საინტერესო. აი ამდენი თემის, ამდენი გამოცდილების, აი ეს ნებისყოფის წვრთნის მერე გიფიქრია, აი სხვა კუთხით რო წასულიყავი, როგორი ადამიანი იქნებოდი, ან აი მე მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაც რაც მთაში მიიღე, აქ ძალიან კარგი. კი, აი მადგება იგივე ჩვენი საქმე რაც არის, თქვათ, მადგება და კარგად მივდივართ, მარტო მთა არ არის, ხო, თქვათ, იგივე პროდაქშენ გადაღებები გვაქვს, სხვა მიმართულებაა, მაგრამ ნახე როგორ არის მთა, არ არის ეს რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა, მთაში ყველა შეუძლია სიარული. შენ შეგიძლია ხვალ მოგინდება, წახვიდე. რა თქმა უნდა, შემიძლია. მით უმეტეს საერთო ნაწილები. ხო, ანუ როგორი რაღაცა იცი, რომ ჩემი აზრით, ეს სუბიექტური აზრია, ყველამ უნდა გაიაროს ეს. ანუ ეს არის სივრცე, სადაც შენ გაძლევს საშუალებას იპოვო ისეთი ხასიათი და ისეთი რაღაცები აღმოაჩინო საკუთარ თავში, რასაც თქვათ აქ ვერ აღმოაჩენ მიწაზე, რაღაცა მთის ტიპები ყოველთვის, ანუ მეც ვიძახი, რომ ის რაღაცა ზეციურია, სადღაც არის და მიწას ვიძახი, აი ქალაქში როცა ყარადგები რა და ის პრობლემები, რაც მთაში ჩნდება, ის კომუნიკაცია, ურთიერთობები, სირთულეები, რასაც შენი გადიხარ, მე აქ რო ჩამოდიხარ პარალელებს რო აბრებ, ბევრად უფრო მარტივი გადასაწყვეტი ხდება და ბევრად უფრო სწორ გზას პოულობ მე.
ჯანსაღგზას, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ჩვენ ხო სადღაც უჯრედებამდე ჩავდივართ და ას გენეტიკამდე ჩამოდიხარ და ჩვენ ხო მთაში ვიყავით სულ და სულ ბუნებაში და სულ გადარჩენას ვლამობდით და ამ თანამედროვეობაში და ამ ინფორმაციაში სადაც ეს ტივტივებთ ხო ის მთა რომელიც მე მახსენებს რომ პირველ ყოფილი ვარ ის მე აქ რომ მოგაქ ხო ცოტა სხვა აი როგორ გითხრათ ეხლა თუ ესე მიიღებ გადაწყვეტილებას მთის მერე იმ გადაწყვეტილების გზას ალტერნატივა ისეთი იყო შეიძლება რომ შენ გამოშტერდე რა ორა საინტერესოა და მოთხოვნილება გააქვს შეიძლება ამ წუთას არ გინდოდეს და არ იცოდე მთა რა არის მაგრამ რო წარმოიდგენ ხო ძალიან კარგი წარმოსადგენია საყურებლათაც საინტერესოა რა შორის მე აი ახალგაზრდობაში ვერ წარმოგინა მთაზე დასვენება რაც უფრო ასაკ შევდივარ მთასთან ახლოს ენერგიას ვგრძნობ რო ენერგიას ვერაფაი უშველებელი სიძლიერე შეიძლება არა პოპულისტური თქვა მაგრამ აი რაღაც ეხლა რომ მოდაში ეს რიტრიტები და იოგები და პრაქტიკები და რაღაცეები ნუ ჩემთვის პირადად სუბიექტურად არ ვერ ვიღებ მაგ ყველაფერს იმიტომ რომ მე თასში რომ გადავდივარ სკიტურზე რომ დავდივარ რიტრიტი არა არის 4 საათი ერთ და ეხლა სამხრეთ პოლოზე რომ წარმოვიდგინე ყოველდღე ერთ და იგივე მოძრაობას აკეთებ ფეხის და ხელის გულის ცემა ერთნაირი ხდება და მე იქ ტრიფავ ხო ფიქრობ რა ანუ სულ თქვაც რაღაცნაირი ვარ და მეტი რა არის ანუ მონოტონურ იმაში ჯდები რაღაც მაგრამ ეგ ცოტა იმას აი არ გიბაცებს ემოციებს აი მე ბარში რო ჩამოდიხარ და ვიღაც ტიპი ხდება რომელიც წუწუნებს რა და აი რაღაცა ის როგორ გავაკეთე აი ნახე რა საბაცებს იცი აი ბოდიში გაგაწყვეტინა აი რას გულისხმობ იცი რომ აი ამის სასაცილოდ გეჩვენება არა და რეალურად რომ ტიპზე არა საკუთარ თავზე ვიტყვი რა ანუ მე თვითონ მეჩვენება ხოლმე სასაცილოდ იმის მერე ის პრობლემები რაც გარშემო არის და სასაცილოდ ერთია და მეორეა როცა ამ პრობლემების გადაწყვეტაში აი წეღარად თუ გავიმეორებ ისეთ ალტერნატიულ გზებს პოულობ რომელსაც ისე ვერ ნახავ რა ანუ ეს რეფლექსურად მოდის და თან კიდე აი ხა მეორე მომენტი მთას რა კიდე ცოტა ისეთი აი ეგოს რაც ეხება ხოლმე აი მე და შენ რო წავიდეთ ხვალ სადმე ხო მე იმ ემოციით ვეღარ ვარ მიჩვეული აი ნარკომანივით დამოკიდებული ხარ ეხლა ძალიან შეიძლება ისეთი ნათქვამია მაგრამ კი ჩვენთვის პირადად წვერვალი მყინვარწვერი რომელიც რაღაცა დედა გამზდელივით არის ყველა ასვლაზე როგორც პირველად ვიყავი მოწიწებით და შიშით და სიფრთხილით ისე ვარ ეხლაც იმიტომ რომ ვარ რა ანუ თას არ უყვარს გათამამება რა მაგრამ ის შეგრძნება ის кайფი რომ პირველ ღამეს არ მეძინას, ანუ აკლიმატიზაცია მქონდა გვტებოდი და იმიტომ არ მეძინა, მაგრამ სუცაში ვიყურებოდი რომ ვარსკვლავებთან სხვანაირად ხარ, იმიტომ რომ ეს სიმაღლეზე რა ხარ ეს ჰაერი გაწმენდილია, ბევრად სუფთაა, ბევრად სხვანაირი არის, ეს შეგრძნებები სხვანაირია, ფერი სხვანაირია, სუნი სხვანაირი, ანუ სხვანაირია რა, ხო და ამ ყველაფრის მერე ამ შეგრძნებით რომ ჩამოდიხარ სხვანაირი ხდები, მაგრამ ის რომ მე მთაში ხშირად დავდივარ ხშირად რაღაც შეგრძნებებს ვნახულობ, მე ცოტა ბაცი ხდება რა და მე მოდის უკვე ზუსტად ის მომენტი, როცა უფრო მეტი შეგრძნება გინდა, უფრო ართულებ მე აი სიტუაციაზე მყინვარწვერს მაგალითად რა ხან ხშირად ვახსენე, ეხა ესე თუ ავდივარ, მე ვცდილობ ესე ახვიდე, მე ვცდილობ მოდი აბა ეხა რამდენ ხანში ავალ, ანუ ართულებ ამ ყველაფერს და ზუსტად ეგ არის, მე შედეგს რაც გაძლევს და ამ პროცესში შენი პრაქტიკით, შენი ცოდნით უნდა იცოდე რომ გადარჩე არ მოკვდე, რამე არ დაგემართოს, ფრთხილად იყო და ეს თამაში გაძლევს იმას რომ ახლა ჩავდა მთელი ბუკეტი ხარ რა, რაღაცის რა. ხო, ძალიან მაგარი არის. და ესე იგი თის გამოწვრთნილი ადამიანი აბსოლუტურად რაღაცნაირად სხვა და ყველა აი ვურჩევ კი არა, აი რა ვიცი, პირდაპირ თაში უნდა წახვიდე. არ არის სავალდებულო რაღაცას მიასკდე, ანუ ბუნებაც კი თბილისის გარშემო რამდენი კაი ადგილი გვაქვს, მაგრამ კაცშული არ დადის, ხო? ანუ ის კავშირი რა ჩვენ დასაბამიდან გვაქვს, გაწყვეტილი გვაქვს სამწუხარო დღეს თბილისის ქუჩებში. ნუ ამ ბოლო პერიოდში კი ასიბნელე და ვარსკვლავები გიჩას, მაგრამ როცა შუქი გვაქვს, ხო ვერ ხედავ რა და ეს ძალიან ისეთი ამბავია სინამდვილეში რა, ანუ საჭირო რა, ვითომ არაფერი არ არის, მაგრამ ამ მარტივ რაღაცაში საში რო აიხედები, რო ჩამოხედები სხვანაირი ხარ, როცა ვარსკვლავებს ხედავ რა. ნაწილი ვარ და ბუნება ყოველთვის გვეძახის. მე აი წეგ კამერების მიღმას თქვით, რომ ჩემი შვილი სულ სხვანაირი გახდა პირველი აი ესეთი გასვლის შემდეგ. ზუსტად. პირველი თაში გასვლის შემდეგ
სთვარსები ან ჭიუხები იყო ან სვანი. აი ზუსტად არ მახსოვს რა, მაგრამ ვახოს ვიზეშებს სადაც დაყავს ხოლმე სკაი პირველი იქ გავაგდე წიხლით და იქიდან ჩამოვიდა. მიუხედავად სხვათა შორის მე მგონი რაც იყვნენ 10 დღე თუ 2 კვირა ბავშვი კუჩი არ გასულა, იმიტომ რომ ისეთი შოკი იყო ამისთვის. აი ასწავლის ბავშვისთვის და რო ჩამოვიდა ერთი თვე. აი ეს დისკომფორტიც კი, ხო აი ეს დისკომფორტი არის ეგ პრობლემა. შეიძლება პირიქით ისე გახვიდე რომ ვერ კი და იცი როგორი შიშით ველოდებოდი რომ მეთქი ეხა ეს და გადამდგავს საერთოდ, მაგრამ რო ჩამოვიდა გეხოცებიო შემდეგი წასვლისისო ეს მიყიდეო და ჩამოვიდა რასავარია ძმაკაცებით და მეგობრებით. ხო და გამოცდილება, ანუ ის დისკომფორტი რაც ფასა კომფორტი მე ყოლე გარშემო ადამიანს და ვაიმე ეს რა არის აი ეს რაღაცა, მაგრამ იმის მერე იქ შეიძლება არაფერი არ ისწავლოს, მაგრამ შეგრძნების დონეზე ბევრად უფრო აი დატენილი ჩამოდიხარ რა და იგივე სამხრეთ პოლოსი ჩვენიც რა რომ აი ბევრად დატენილები მიუხედავად იმისა რომ ამდენი ნათრევი ვართ და ნაუმრები ვართ ხო ყველანი ხო დანარჩენი წევრები უფრო მეტად ვიდრე მე ძალიან დიდი ცოდნა უნდა წამოვიღოთ იქიდან რომელიც მე უნდა გავაზიაროთ ეს ყველაფერი რომელიც მე მიცემს ჩვენს შემდეგ თაობებს უფრო მეტი შესაძლებლობების შესრულებას რა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისეთ რეალობაში დავდექით, რომ ფიზიკურად საჭირო გახდა პრაქტიკა რა, რაც გონია რომ გვინდა არ გვინდა გჭირდება. აუცილებლად. ჩვენ ნელ-ნელა დავხუროთ. მეც იმას არ გვინდა რომ დაგოგიანთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ისეთ საინტერესო იყო. აი აუცილებლად დაველოდებით თქვენ. მე ვიცი რომ რაღაცა პლატფორმას აპირებთ, სპეციალურ პლატფორმას. და ჩვენ ამით ვიწყებთ. ხო. მაგრამ მანამდე და შვენიერი. იმიტომ რომ იმხელა ინფორმაცია არის ჩვენს გარშემო და იმდენად დიდია ეს ყველაფერი, რომ აი ესე რაღაცა ერთჯერადი სახე ამას არ ექნება და ის მარტო ის არა რომ ჩვენ რაღაც ერთი გუნდი ვიქნებით, ჩვენ გუნდს შემოემატება კიდე ძალიან ბევრი ადამიანი თავისი ცოდნით და პრაქტიკით და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, ესე გონია. დარწმუნებული ვარ და აი ეს რაღაცა დეტალები რაშიც აი ხა მაგალითად მე მართლა სანამ არ დავსერჩე, არასდროს არ მომივიდო და აზრად რომ მე ამაზე მეფიქრა, აი ეს ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც აი ესეთ დეტალებიც რომ გაზიარდეს თუნდაც მომავალი თაობისთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს წასვლას მთაში და ან რაღაცა ეგეთი მსგავსი გამოცდილების მიღებას. თქვენს ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად მიუთითებთ ყველანაირ არხს, რასაც კი ნიკა მოგვაწოდებს. YouTube-ზე ვერ გპირდები, მაგრამ Instagram-დან აუცილებლად ჩვენი მხარდაჭერა გექნება Instagram-ზე თუ Instagram-ზეც და TikTok-ზეც და Facebook-ზეც, იმიტომ რომ კარგად ვართ, კარგად მივიდივარ. და რა ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქაც რაღაცას წავიფაფხურებ და მოგვემატება. კი, აუცილებლად, ვისაც გამოწერილი აქვს, უნდა გამოწერონ. აუცილებლად ხო ძალიან დიდი გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ ადამიანებს და მეგობრებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცა ორგანიზდება საქართველოს სახელით, რომელიც აუცილებლად ჩუმად არ უნდა დარჩეს და უნდა ვიყვიროთ რაც შეიძლება ხმოვახლა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.